ალბათ დღეს მოხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც გექნებათ სურვილი თქვენი შეფასებით, რომ არ ამგონია დიდად განსხვავებული სიტუაცია იყოს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. კლიმატი, რომელიც შექმნილია, რის გამოც ხალხს აჯილდოვებენ ძალის მიერ ძალოვან სტრუქტურებში და რის გამოც აძლევენ შენიშვნას მობიერებისთვის, ეს მოქმედებს ყველასა და ყველაფერს. თქვენ წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გეკავა და იცით შინაგანი ბუნება ამ სისტემისაც. პოლიციასთან შეხება არ ქონიათ, მაგრამ ახლა საკრებულოს თავმჯდომარეც იყავით და ეს გამოცდილება გაქვთ. აი, რაც მოხდა დღეს, რისი გამოვლინებაა გიორგი თქვენი აზრით? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მართალი ბრძანეთ, ისევე როგორც დედაქალაქში, საქართველოს სხვა უკლებლივ ყველა ქალაქში და პრაქტიკულად მთელ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულება არის უკვე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან და ზოგადად სისტემისა და რეჟიმის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების უკვე არის ყველგან ერთგვაროვანი. ძალიან ნათლად და კარგად გამოჩნდა ხო დღევანდელ ამბავშიც, რომ საზოგადოება რეჟიმად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს და მის გარშემო მყოფ ადამიანებს და მათ შორის ეს იქნება პატრული თუ პოლიციის თანამშრომელი, რომელთა მიმართაც რაღაცა ნდობის მოხვეჭას ბევრი წელი და ბევრი რა ვიცი კარგი ადამიანის მუხჭაუხრელი შრომა დასჭირდა, რაღაცა სადამდე არის დასული. ანუ არა თუ ნდობაა მის მიმართ, არამედ აპრიორი ყველამ უკვე ზუსტად იცის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძირითად შემთხვევაში უკვე მოძალადეებთან და ეს ბოლო თვეების მოვლენებმა უკლებლივ ცხადყო. ასევე მეორე მხრივ ასევე კარგად გამოჩნდა ის, რომ ამ ქვეყანაში განურჩევლად, რა ვიცი, სქესისა, ასაკისა, რა ვიცი, ადგილისა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანები, ერთიანად წინააღმდეგნი არიან და არაპირებენ შეეგუონ რეჟიმის თამაშის წესებს და ისინი ყველგან და ყოველთვის მას უწევენ წინააღმდეგობას და დღეს ამ ძალიან კარგი ადამიანის და მის გარშემო მყოფი კიდევ უამრავი ადამიანის ქმედებებით ეს ძალიან ნათლად დადასტურდა. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში არა თუ გვაქვს შანსი, არამედ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად გვექნება და ვიცხოვროთ ბევრად უკეთ, პირველ რიგში ამ განცდას გვიჩენენ ესეთი ადამიანების სიმრავლე ჩვენ საზოგადოებაში. გიორგი, რა თქმა უნდა, ამ ხალხს აქვს სურვილი, რომ საჯარო სამსახური, მათ შორის სამართალდამცავები, სამართლის და ადამიანის უფლებების დამცველები იყვნენ პირველ რიგში. თუმცა ხვდებით, რომ თევზი თავიდან ყარს და რა იმპულსებსაც იძლევა ქვევით, შემდეგ სამწუხაროდ ყველას არ აღმოაჩნდება ხოლმე შინაგანი ძალა, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. პოლიტიკური ცვლილებები დგას დიდი ხანია აუცილებლობა დღის რიგში. 17-მა ქვეყანამ, ევროპის კი არა, მსოფლიოს სამყაროს სახელმწიფოები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, პოლონეთი, რა ვიცი, ჩამონათვალი დიდია. ჩვენ ვიცით შეერთებულ შტატებთან რამდენად დამძიმებული არის სიტუაცია ამ თვალსაზრისით და მოცნების პროპაგანდისტული საშუალებები ანონსებენ, რომ სპეციალურ რეპორტაჟებს მიუძღვნიან იმის ახსნას თუ ამერიკის ელჩის სუბიექტური დამოკიდებულებები რამდენად აცდენილია ბატონი ბიძინას ნამდვილ შინაგან განწყობებსა და ასე ვთქვათ მიმართებებთან, ხო? აი ამ ერთის მხრივ თითქოს ძალიან არასერიოზულ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან დამძრგუნულ რთულ სიტუაციაშია ქვეყანა. პოლიტიკურ პარტიებს შორის წინააღმდეგობები ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ვართ ახლა იმ ფაზაში, როცა მოლოდინები პარტიების მიმართ უფრო მეტად ერთმანეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობაზეა მიმართული. ამ ეტაპზე ეს მაინც ადამიანს ვერ ხერხდება გასაგები მიზეზების გამო, ძირეული, ასე ვთქვათ, განსხვავებებია ტაქტიკურ მიმართებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი თქვენ მაინც ამოცემულობის გათვალისწინებით, აი სიმართლე გითხრათ, განსხვავებული არგუმენტების მოსმენამ ერთი და იგივესი უკვე ხო არაფერი არ შეიძლება და ცოტა დაღალაკიდეთ საზოგადოება. ახლა უფრო ხალხს ის აინტერესებს, სად შეიძლება გადაიკვეთოს ისევ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მართლაც ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში თანამებრძოლი ხალხი ერთმანეთს ისე არ დაუპირისპირდეს, რომ ამით ივანიშვილი გაძლიერდეს და არ დასუსტდეს ოპოზიციური ფრონტი. საინტერესო კითხვაა, ბევრი კითხვა იყო ალბათ თქვენს ამ ერთ დიდას მოკითხვაში და შევეცდები რომ რაღაცა ჩემი პოზიცია ყველა მიმართულებით გამოხატო. პირველი დავიწყებ იმ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებით, რაზეც დღეს იყო საუბარი, ჩვენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების და ეს არის უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და ეს ჩანს, რა ვიცი, ყველა მათქმედებაში, განცხადებაში და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვცხოვრობთ რაღაცა, შუა საუკუნეებში, ან კიდევ უფრო ადრეულ პერიოდში, როცა ვიღაცას, რა ვიცი, რომელიმე ფეოდალს შეუძლია რაღაც ტერიტორია შემოღობოს, თქვას, რომ ეს არის მისი კერძო კუთვნილი სამფლობელო, არ აინტერესებს რა ხდება საზღვრების მიღმა. ჩვენ გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის ნაწილი ვართ და უნდა თუ არ უნდა ბიძინა ივანიშვილს მას
და მე მჯერა რომ ეს მასაც ესმის მოუწევს თუ ეხლა არ ახარ მოუწევს ანგარიში გაუწიოს ესე ძლიერ მოთამაშეებს თან განსაკუთრებით იმ ხალხს რომლებიც ისტორიულად ყოველთვის იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით ერისა და მოყვარის არევას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მტერი ვინ არის ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და მოყვარე და ვიცი ბოლო აწლეულები განსაკუთრებით ვინ გვეხმარება ეგეთ ძალიან კარგად ვიცით ამიტომ ამ განცხადებებს და ამ განცხადებების შემდეგ უკვე ქმედებებს რომელიც ჯერჯერობით სანქციებში გამოიხატება რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და უნდა იყოს კიდევ სხვა ქმედებები რა თქმა უნდა აქ გადამწყვეტად მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ეს არის ძალიან სწორი და კარგი მიმართულებით საგარეო ფაქტორი ყველაფერი არის მიმართულებით მიდის. ეხლა რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებს და მათ შორის რაღაცა პოლიტიკურ პარტიებს შორის რბილად რო ვთქვათ ასეთ სხვადასხვაობას, რა ვიცი, კიდევ უფრო ძიმე რაღაცებით შეგვიძლია პრინციპში ვთქვათ. პრინციპში ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში ის რომ პარტიები, სამოქალაქო სექტორი, ტელევიზიები მანდამაინც ძლიერად ვერ გამოიყურებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ტოტალიტარული რეჟიმის ბუნება ესეთია პირველი ვისაც ებრძვის ეგ უნდა დაასუსტოს იმიტომაც ხდება მე ავტორიტეტი მაგის გათვალისწინებით კიდე კარგად 1000 უბედურება თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ეხლა საზოგადოება მართლა განსხვავებებს კი არ ეძებს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ნორმალურ ვითარებებში რა თქმა უნდა განსხვავებებს უნდა ეძებდეს და რაღაცა მისთვის საუკეთესოს ირჩევდეს ეხლა ის ეძებს და ითხოვს საერთო შეხების წერტილებს ჩემი აზრით ბოლო თვეებმა ძალიან ნათლად გამოაჩინა ის რომ როცა პროდასავლური პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოება და ყველა აქტიური ადამიანი დგას ერთად ამას მოაქვს კონკრეტული გამარჯვებები და ეს გამარჯვებები მათ შორის უკვე მიღწეულია საგარეო ველზე და ამაზე ჩვენ ახლა დასაწყისშივე ვისაუბრეთ და ასევე მიღწეულია ქვეყნის შიგნითაც დღევანდელი ფაქტიც და ყველა სხვა ამბების რაც ქვეყანაში ხდება ცხადყოფს კიდე ერთხელ იმას და მათ შორის იმ კვლევებსაც რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლად კი არა რეჟიმად აღიქვამს რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის არის მზად და უწევს მას წინააღმდეგობას ამას აკეთებს პოლიტიკური კლასიც ამიტომაც არის პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში და ასე შემდეგ თანმიმდევრულობის დაცვა ეხა საჭირო იმისთვის რომ ჩვენ გავიდეთ ბოლოში და რეჟიმი ჩამოშალოთ. საგარეო მხარდაჭერის ყვალდაკვალ თუ პარალელურად ქვეყნის შიგნით რაღაცა ძლიერი და ორგანიზებული მუხტი არის საჭირო იმისთვის რომ ჩვენ საბოლოო შედეგზე გავიდეთ. და როცა ამ დროს, ეხლა მე ირაკლი კუპრაძე იყო ჩემს თქვენი სტუმარი ბათუმელი, ბევრი გაქვთ ერთად ნაბრძოლი კონკრეტულად ბათუმსა. მე არ მჯერა რომ ირაკლი კუპრაძე გულწრფელად მიდის იმ საქმეში სადაც ეხლა მიდის. მე ირაკლის ერთად მიბრძოლია მათ შორის ბათუმშიც და რა ვიცი აქ თბილისში რუსთაველზეც და მე კარგად ვიცი როგორი მოტივირებულია ის როცა ხედავს რომ სწორ გზაზე დგას და ამ გზას შეუძლია რაღაცა საერთო საქმე გამარჯვებამდე მიიყვანოს მე ამას ირაკლში ახლა ვერ ვამჩნევ და ვერ ვამჩნევ ძალიან ბევრ ადამიანში მათ შორის ლელოში მე არ ვიცი რა არის ეგ შეცდომაში გაჯიუტება თუ არ ვიცი ბუნებრივია ხა წერილებს უსმენდით აქ და მერთმა დაგვიცვას ოდესმე ირაკლის ან რა ვიცი სხვა ადამიანებს ვინმე მოღალატე დაუძახოს აქედან მე მჯერა ამ ადამიანების გულწრფელი ბრძოლის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მაგრამ შეცდომაში გაჯიუტებას ეს გამარჯვებები ან არ უნდა გადავაყოლოთ ან მინიმუმ არ უნდა გავაუფერულებინოთ და ეს არის მართლა ეხა ძალიან მნიშვნელოვანი როცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში და თქვენ კითხულობდით გისმენდით ეხა შემოსვლამდე ძალიან ცალსახად და კიდევ უფრო მეტად კაფიოდ ჩაიწერა რომ ეგ ივანიშვილს სათავისოდ გამოყენების დიდ შესაძლებლობას აძლევს. ხო ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, რომელიც რეალურად ტყუილია და რუსული სპეცოპერაცია მონაწილეობა ივანიშვილს დიდი შანსია რომ ამ ყველაფერმა გააძლიეროს. მაშინ როცა მათ მიერ ჩატარებული კვლევებით მათ შორის სხვა ორგანიზაციების მიერ დაკვეთილი ავტორიტეტული კვლევებითაც მათი ამორჩევლის უმრავლესობა დადასტურებულად არ აპირებს არჩევნების წასვლას უფრო სწორად მათი ამორჩევლის მხოლოდ 40 ან გახარია შემთხვევაში 55% ფიქრობს რომ ამას შეიძლება არჩევნები ეწოდოს და იქ წავიდეს მათივე ამორჩევლის არა ჩვენის ან ზოგადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განწყობილი ამორჩევლის ეგ ხო ცხადყოფს იმას რომ რაღაცა ისეთ წაგებულ თამაში მივდივართ რომელიც არ იქნება მხოლოდ ლელოს ან ვიღაცის წაგება ეს იქნება ჩვენი საერთო საქმის წაგება ისე აღნიშნოთ რომ მაგავე კვლევების მიხედვით კოალიცია ცვლილებებისთვის ყველაზე ნეგატიურად არის განწყობილი, თუმცა თქვენ შორისაც არის დაახლოებით 1/13, რომელიც ზადარს არჩევნებში. ხო, შესაბამისად, ანუ ლელოს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს პირველ რიგში თავისი მხარდამჭერების მოტივირება, მაგრამ სხვებისაც. აი, ამაში ხელშეშლა შეიძლება იყოს ამოცანა დანარჩენი ოპოზიციის, რომელიც თავისი კამპანიით იქნება დაკავებული. ეს კამპანია იქნება, რომ ლელოს და აუშთ გახარიას წინააღმდეგი თუ რა იქნება ეს კამპანია, თუნდაც 4 ოქტომბრამდე. ბოლო ჩატარებული კვლევით
ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის მხოლოდ 20% მიიჩნევს ამ არჩევნებზე მისვლას რაღაცა ნორმალურად. მხოლოდ 20% ბიძინა ივანიშვილის სადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანს. ჩემი ეს და ყველაფერზე ყველა კითხვას პასუხი არის გაცემული. ეხლა უბრალოდ თავარია სადამდე მივა ეს შეცდომაში გაჯიუტება. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და რა ვიქნება უფრო უარესი ამბები. კი ბატონო, მე მიმაჩნია რომ ის გამარჯვებები, რომელიც იქნა მოპოვებული, ის მუხტი, რომელიც არის ქვეყანაში, ის მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქ გარედან არა თუ უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ კიდევ პირიქით უნდა იქნეს გაძლიერებული. სწორედ ამიტომაც 19 ივლისს 19 საათზე თბილისში იმართება მარში თსუ-დან პარლამენტისაკენ, იქნება ძალიან ხალხმრავალი აქცია, პარალელური აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებში, ალბათ ნახეთ თქვენ დღეს ბათუმში უკვე გაკეთებული განცხადება, სადაც ბათუმის მოძრაობა შეუერთდა 19 ივლისის აქციას, ასევე პარალელურად დაანონსდა აქცია ბათუმში. ამ ტიპის აქტივობები და კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროტესტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პირველი ჩვენ ნიჰილიზმში და უიმედობაში კი არ გადავარდეთ, პირიქით რაღაცა мотиваცია გაგვეზარდოს და ვიგრძნოთ ყველა ერთმანეთი, რომ ვართ ბევრი და აქტიურად გავაგრძელოთ ბრძოლა. ფანჯარა ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის და შეაძლებლობებისა ჯერ კიდევ არ არის დახურული. და ეს დღევანდელ განცხადებაშიც ძალიან ნათლად ჩანდა. არავის გვეპატიება ამისთვის ბოლომდე რაღაცა ამისთვის რომ ბოლომდე არ ვიბრძოლოთ და ჯერა რომ ამას ყველანი ერთად ძალიან ბევრი ადამიანი გავაკეთებთ. ისინი კი ვინც შეცდომაში გაჯიუტდნენ თუ არ ვიცი კიდე რა შეიძლება ამ ყველაფერს დაერქვას, იმედია რომ ბოლო-ბოლო გონს მოვლენ და სამწუხაროდ მათ ქართული ხალხი ჩემთან სამწუხაროდ მათ ჩემი აზრით ქართული ხალხი რაღაცა პასუხს რა თქმა უნდა გასცემს, ეს ცოტა რაღაც სტრაფარტული სიტყვებია, მაგრამ მართლა ესე მოხდება, ოღონდ ეს მოხდება ისე, რომ ბრძოლა ამ ქვეყანაში არ გაჩერდება და ბრძოლა აუცილებლად გაძლიერდება. არის თუ არა ეს მოცემულობა ბიძინა ივანიშვილისთვის კარგი? რა თქმა უნდა არის კარგი. ჩვენ ეს ყველა ძალიან კარგად გვესმის და ამ რაღაცა აქედან უნდა ამოვიდეთ, შესაბამისი სიტყვებიც უნდა მოვძებნოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავხარჯოთ ერთმანეთის დასარწმუნებლად და ასე შემდეგ, მაგრამ კვლევებით, საერთაშორისო მხარდაჭერით, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ჩემი აზრით ირაკლი კუპრაძის განწყობითაც ყველაფერი არის ნათელი. და რავი, მიიღო რა გადაწყვეტილება. მადლობა გიორგი კირტაძეს დამშვიდობები მას.